მოგესალმებით კიდევ ერთხელ სპეციალური გამოშვებით ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. შეუფარდებენ თუ არა ნიკა მელიას პატიმრობას. პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო ახლა ჯერის სასამართლოზეა. ნიკა მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ წუთებში უნდა დაიწყოს მსჯელობა. ჩვენი კორესპონდენტი უნდა შემოგვიერთდეს ნიკა საჯაია, რომელიც საქალაქო სასამართლოსთან იმყოფება. ნიკა, რა ხდება ამ წუთებში? საქალაქო სასამართლოსთან უკვე რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს პროცესი. მხარეები სალომე უკვე შევიდნენ საქალაქო სასამართლოში და მოსამართლე რამდენიმე წუთში დაიწყებს საქმის განხილვას. ჩვენ პროკურორთანაც გვინდოდა გასაუბრება, თუმცა საქმის პროკურორმა არ გააკეთა განცხადებები. ასევე აქ იმყოფებიან პარტია ლელომ სოლიდარობა გამოუცხადა ნიკა მელიას და აქ იმყოფებიან მათი წევრები ლევან სამუშია და ლანა გალდავა. ბატონო ლევან, თქვენთან დავიწყებთ საუბარს. როგორ შეაფასებთ მიმდინარე პროცესს? თქვენ როგორც იურისტი, ასევე რამდენად ჯდება ეს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოებში, იმიტომ რომ გვესმის სხვადასხვა განცხადებები. ეს არის ბოროტისაციკო წარმოდგენა, რაც დღეს აქ ხდება, საერთოდ სამართლებრივი შეფასება ამის შეუძლებელია, იმიტომ რომ სამართლებრივი პროცესი არ არის, ეს არის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური დევნის ნათელი გამოხატულება. ის რაც ხდება, უბრალოდ სასამართლო პრაქტიკა კი არა, საერთოდ არ იცნობს სამართალწარმოების ისტორია, რომ გირაოზე ადამიანზე გირაოს შეეფარდებინოთ, თუ არა გამოაქვეყნონ სტატისტიკა ან თქვა ან ოდესმე თუ მსგავსი რა მომხდარა, ეს კიდევ ნათელი მაგალითია და მაჩვენებელი იმისა, რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე თავიდან ბოლომდე. არანაირი პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობს. ადამიანი, როდესაც ახვითი ღონისძიება გირაოს ქვეშ იმყოფება, უნდა იყოს საფუძველი შემდგომი, რომ მან უკვე დაარღვია ახვითი ღონისძიების ამ შემთხვევაში ის პირობები, რაც არის, ანუ ზეწოლა მოახდინა მოწმეზე, ან მიმავალის საფრთხე ჰქონდა, მტკიცებულებების მოპოვება, ჟვირიმეს ხელს უშლი და ასე. ამის ბუნებრივი არ არსებობს. სამაჯურის მოხსნაზე და ასე. სამაჯურის მოხსნაზე რაც არის საუბარი, უბრალოდ იქ გენიოსები რო საუბრობდნენ პარლამენტში, ბჭყალებში, სამაჯურთან დაკავშირებით პროკურატურამ მიმართა თვითონ რომ არ იყო საჭირო ეს სამაჯური და ეს სამაჯური ამ შემთხვევაში გაუქმებულია სასამართლო გადაწყვეტილებით და ეს სხვა შეზღუდვები, რაზეცაა საუბარი. მაშინ ეს განცხადებები ღია სივრცეში ქართული ოცნების ხო, აი ცალკარში თამაში რო იყოს, აი ვერც კი დამალეს გუში რაც გააკეთეს, ადვოკატებს არ მიცეს უფლება დასწრებოდნენ ნიკა მელიას ამ შემთხვევაში საქმის მოსმენას, რაც მიდიოდა კომიტეტზე, ხო? თითქოს იმის აპელირებდნენ, რომ აქ სასამართლო არ არის. რა კითხვას უსვამდნენ მაშინ პროკურორს? ანუ მხარე ადვოკატები თვითონ ითხოვდნენ შემოგვიშვიდო, საშვი არ დაუშვეს ხალხმა. არათუ ადვოკატებს როც არ მოეთხოვა, თვითონ თავის ინიციატივით მოეწვიათ ეს ადამიანები, რომ გარკვეულიყვნენ საქმის არში, რა შეღებულობენ, უნაწილოს რატომ ღებულობენ, რა იქ რომ ადვოკატი ყოფილიყო, ან ადვოკატები მისულიყო, ის ფარსი რაც იყო, ხო, ის ნიღაბის ჩამოეხსნებოდა. აქედან გამომდინარე ნათელია, რასაც აკეთებენ და რაც შეეხება მოლოდინებს, ახლა მოლოდინებზე საუბარი ზედმეტია, როდესაც საქმე პოლიტიკური და სასამართლო პოლიტიკური. კი ბატონო, პოლიტიკური, სასამართლო პოლიტიკური და ჩვენ გვახსოვს ასევე პოლიტიკური შეთანხმებები, იგივე ვამარტის შეთანხმება, გვახსოვს ასევე მოლაპარაკებები ელჩებთან. ქალბატონო ლანა, მე უკვე პოლიტიკური კუთხით კითხავთ, ეს რამდენად, ასე ვთქვათ, დააშორებს კიდევ უფრო ოპოზიციასა და ხელისუფლებას ერთმანეთთან და პოლიტიკურ აცვლილებებს ელოდებით უკვე დღის შემდეგ. რა თქმა უნდა დააშორებს, რა თქმა უნდა შეუწყობს ხელს ესკალაციას, თუ ეს გადაწყვეტილება დაპატიმრების იქნა მიღებული. ყველაფერი მოყვა იმას, რომ დავიწყოთ თავიდან, რომ ეს იყო გავრილოვის ღამე და სამართლიანი პროტესტი ქართველი ხალხის, სადაც ვიმყოფებოდი ასევე მე. შემდეგ იყო 8 მარტის შეთანხმება, რომელიც არ შესრულდა, ნაწილობრივ შესრულდა და ნაწილობრივ არა, რომ შესრულიყო ეს შეთანხმება, შესაბამისად არ იქნებოდა პოლიტიკური პროცესები. დღეს რაც საქართველოში ხდება, არა მხოლოდ ნიკა მელია, ასევე ჩვენი პარტიის ლიდერების მხრივაც, ეს არის ყველაფერი პოლიტიკურად ინსპირირებული პროცესები. ამისათვის საჭირო არის, რომ გადაიტვირთოს პროცესები, გადაიტვირთოს ზოგადად პოლიტიკური პროცესები და პოლიტიკური პროცესები ისე ვერ გადაიტვირთება, თუ არ იქნა მიღწეული შეთანხმება. შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ დასრულდეს ეს პოლიტიკური პროცესები და ჩაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მათ თუ სურდათ სამართლებრივ ჭრილში გადაეტანათ ეს პროცესები და თუ სურდათ ცოცხალი და ჯამრთელი საპარლამენტო საქმიანობა, არ უნდა გაეყალბებინათ არჩევნები. რომ გააყალბეს არჩევნები და ამით არ დაასრულეს და შემდგომ უკვე სასამართლოში, კომისიებში, საოლქო კომისიებში არსად არ მიიღეს ჩვენი საჩივრები. დღეს უკვე რა კომისიები და რა საგამოძიებები მოიტანს
ზიანს საერთაშორისო ასპარეზზე, იმიტომ რომ ჩვენ იგივე ვნახეთ დღის განმავლობაში ევროკავშირის ელჩის განცხადება, პირდაპირ მინიშნებები ერთპარტიული მმართველობის გაღრმავებაზე ქვეყანაში, ზუსტად ბუნებრივია ვერ ვციტირებ, აი ეს განცხადება თქვენთვის რას ნიშნავდა, რა სიგნალი იყო პარტნიორების? იყო არა მხოლოდ კარლ ხარცერის განცხადება, იყო ბევრი ჩვენი უცხოელი პარტნიორის, ევროპარლამენტის წევრების განცხადებები. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრივ არის გზავნილი, რომ შეწყვიტონ პოლიტიკური დევნა. დიპლომატები ზოგადად ძალიან კაფიო მესიჯებს არ იყენებენ, მაგრამ ის რაც დღეს განაცხადეს, კაფიო გზავნილია იმისათვის, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ამ ქვეყანაში დასრულდეს და დღეს აქვთ ტესტი ჩასაბარებელი ქართულ ოცნებას და მათ მართულ სასამართლოს. ბოლომდე არ მჯერა, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, დაველოდებით პროცესებს, მაგრამ თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ არის ესკალაცია და ქუჩაში ცდილობენ გადაიტანონ პროცესები, იმიტომ რომ ჩვენ სამართლებრივი გზა, მოლაპარაკებების გზა, მეხუთე რაუნდი გამოკიდეს საერთოდ ჰაერში და ამას ხელი შეუწყო ირაკლი კობახიძის განცხადებებმა, ამიტომაც მთლიანად ყველა პროცესი ჩიხში შეიყვანა ქართულმა ოცნებამ, საქართველოს ხელისუფლებამ, მათმა მოსამართლეებმა. დღეს აქვთ ბოლო ტესტი ჩასაბარებელი და თუ ამ ტესტს ჩააბარებენ, კიდევ შეიძლება ვიფიქროთ მათთან ნორმალურ დიალოგზე. დიდი მადლობა, სწორედ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა სუსვავენ ხაზს კახა კოჟორიძე იმყოფება ასევე ჩვენს გვერდით, რომელიც საკმაოდ აქტიურობდა ამ თემებთან დაკავშირებით და სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი აქილევსის ქუსლი, შეიძლება ითქვას ჩვენი ქვეყნისთვის. აი თქვენ რა მოლოდინები გაქვთ დღეს, იმიტომ რომ ჩვენ გვესმოდა შეფასებები, რომ დღეს სასამართლო არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი. აი თქვენ როგორ უყურებთ? მაგას ამბობს ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი, ეს არის ქართული ოცნება. ქართული ოცნების გარდა დღეს საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ არ მოიძებნება არც ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც ელემენტარულად ობიექტურად ისურვებს ამ პროცესების შეფასებას. მე არ გულისხმობ მარტო მელიას საქმე, ზოგადად საქართველოს სასამართლოში რაც ხდება. არც ერთი კონკრეტული ადამიანი და არც ერთი კონკრეტული ორგანიზაცია არ ამბობს, რომ ქართული სასამართლო არის აპოლიტიკური, მიუკერძოებელი, სამართლიანი. ყველა ამბობს, რომ აქ არის პრობლემა. საერთაშორისო ორგანიზაციებიც იგივეს იმეორებენ და ეს არის სამწუხარო რეალობა, რასაც ჩვენ ვიმყოფებით და ამის გაგრძელება არა, თქმა უნდა, მელიას საქმე. დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ პროკურატურას რაც აქვს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი. ჩვენ ვისარგებლოთ შემთხვევით და მაყურებელს მინდა ძალიან მარტივად დავხსნათ რაზეა საუბარი. ესე იგი, ძირითადი საქმე არის 325 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას, ყველა ვიცით, რომ ეხება საქმე 20 ივნისის ღამეს. და პროკურატურა ამბობს, რომ მანამ სანამ განაჩენი გამოვა სასამართლოს, მოდი დავაპატიმროთ მელია, მოცემულ შემთხვევაში. ეხლა რას ამბობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი? კანონი პირდაპირ ამბობს, რომ პატიმრობის გამოყენება როგორც ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთი ღონისძიების გამოყენება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიიმალება ბრალდებული, გაანადგურებს მტკიცებულებას და ასე შემდეგ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი დასაბუთებული ვარაუდი არ არსებობს და შესაბამისად არც პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არის. დღეს მელი არის იურიდიულად უდანაშაულო ადამიანი და საუბარი არის უდანაშაულო ადამიანის დაპატიმრებას და ეს უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში კანონის თანახმად, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ მისმენთ კახა კოჟორიძეს, აქ იმყოფებიან ლელოს წარმომადგენლები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ ნიკამელიას, რაც შეეხება სასამართლო პროცესის უკვე დაწყებულია და მას განიხილავს სისხლის სამართლის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი, რომლის სახელი და გვარი სხვა გახმაურებულ საქმეებზეც არის ცნობილი. 20-21 ივნისის საქმეზე მაგალითად მან გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მორის მაჩალიკაშვილის და ბეჟან ლორთქიფანიძის წინააღმდეგ, ასევე პატიმრობაში დატოვა გიორგი რურუა, ასევე ის გვხვდება ჯაფარიძე ხაზარაძის საქმეშიც და აქედან გამომდინარე დღეს ადვოკატები სასამართლო პროცესის დაწყებამდე საუბრობდნენ, რომ ეს პროცესი მთლიანად არის პოლიტიზირებული და მოსამართლე ვერ იქნება დამოუკიდებელი. ისინი ასევე პროკურატურასაც პასუხობენ და ამბობენ, რომ საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება იმის, რომ მოხდეს ნიკამელიასთვის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება. საქმის პროკურორმა კი პროცესის დაწყებამდე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. პროკურატურაც ქცეული არის ოცნების მთავარ პროპაგანდისტულ მანქანად. უკვე არა კონკრეტული ტელევიზიები, არა კონკრეტული მედია საშუალებები. საქართველოს მთავარი პროკურატურა არის ქართული ოცნების
პროპაგანდის მანქანა. პროკურორები, ვინც ამ საქმეზე, კარტოგრაფების საქმეზე, ზაალიშვილის საქმეზე აკეთებდნენ განცხადებებს და ჩართული იყვნენ პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის პროცესში, არიან არა სახელმწიფო ბრალდების ხარდამჭერები, არამედ ლაშა ნაცვლიშვილის პროპაგანდისტები. სასამართლო პროცესზე ჩვენ გვექნება ძალიან მყარი სამართლებრივი არგუმენტები თუ რატომ არის შეუძლებელი ნიკა მელიასთან მიმართებით არათუ პატიმრობის, არამედ რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. ჩვენ წარუადგენთ აღნიშნულ არგუმენტებს და მიგვაჩნია, რომ პატიმრობაზე საუბარი მაშინ, როდესაც აღკვეთის ღონისძიების საფუძვლებით არანაირი რისკები არ არსებობს, არ არსებობს მიმავლის რისკი, არ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, ან მტკიცებულებათა განადგურების რისკი და ამ ფონზე თუნდაც ფორმალური გირაოს თანხის სიმბოლურად არ გადახდის შემთხვევაში სასამართლო ნამდვილად მოკლებულია შესაძლებლობას კანონის მიზნებიდან გამომდინარე ნიკა მელიას დღეს შეუფარდოს აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება. ნიკა მელია დაახლოებით 2 წლის განმავლობაში მას არც მიმალვა უცდია, არც ახალი დანაშაული ჩაუდენია და არც ახალი მტკიცებულების განადგურების შემთხვევას ქონია ადგილი. ამიტომაც თუკი სასამართლო დღეს დარჩება სამართლების სივრცეში და თუკი დღევანდელი სასამართლო პროცესი არ გახდება კიდევ ერთი აშკარა მაგალითი პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური დაკვეთის განხორციელების, სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს პროკურატურის შუამდგომლობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დასტურდება არა ის, რომ ნიკა მელია არის კანონთან წინააღმდეგობაში, არამედ დასტურდება ის, რომ ნიკა მელიასთან მიმართებაში კანონი განიმარტება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. გაუგებარია, ეხლა რატო არ ამახვილებს პროკურატურა შინაარსზე ყურადღებას და რატომ ჩათვალეს მიზანშეწონილად ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდება. ერთადერთი, რაც შეიცვალა, ეს არის ნიკა მელიას სტატუსი. ნიკა მელია გახდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და ამ ცვლილებით შეიძლება აიხსნას მხოლოდ პროკურატურის გადაწყვეტილება. ცხადია, რომ უბრალოდ პოლიტიკურ დღის წესრიგში დადგა ნიკა მელიას დაპატიმრების და მისი პოლიტიკური აქტიურობისგან ჩამოშორების საკითხი და შესაბამისად ქართულმა ოცნებამ მიიღო სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, როდესაც მას შეუჩერა იმუნიტეტი, უпростоრად გასცა თანხმობა მის პატიმრობასთან დაკავშირებით. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ეს საქმე თავიდანვე იყო ძალიან სუსტი საქმე სამართლებრივად და თავიდანვე მიზანი იყო ის, რომ ყურადღება გადატანილიყო სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილ დანაშაულისგან სხვების ბრალეულობაზე. კარგად მოგვიხსენებათ, რომ გავრილოვის ღამეს ახალგაზრდებს დათხარეს თვალები, ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და აი ამ ნაწილიდან ყურადღების გადასატანად აუცილებელი იყო რაღაც განტევების ვაცის მოძებნა და ეს უნდა ეპოვათ ოპოზიციაში და ერთ-ერთი ასეთი აღმოჩნდა ნიკა მელია. ნიკა მელიას მოქმედებით გარეთ ყოფნის შემთხვევაში ეშლება ხელი თუ არა მიმდინარე საქმის განხილვას, ისედაც თეთრი ძაფით შეკერილი საქმის განხილვას. პასუხი არის არა. სამწუხაროდ საქართველოში მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობა არის მონურ მორჩილებაში ხელისუფლებასთან და აი ამ აბსოლუტური უმრავლესობისგანაც კი გამორჩეულია ნინო ჩახნაშვილი მისი მორჩილებით ხელისუფლების მიმართ. ის იყო მოსამართლე გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის იყო მოსამართლე, რომელმაც გიორგი რურუას შეუფარდა პატიმრობა. იმ პირობებში, როდესაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა საქმეში და ყველასთვის ცხადი იყო, რომ მას ცეცხლსასროლი იარაღი უბრალოდ პოლიციელებმა ჩაუდეს. ნინო ჩახნაშვილი ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღები ცხადია, რომ არ არის. ეს იქნება ქართული ოცნების გადაწყვეტილება. როგორც უკვე გითხარით, საქმის პროკურორმა უშუალოდ ჟურნალისტების კითხვას არ უპასუხა სასამართლო პროცესში, თუმცა მანამდე 3 საათზე მთავარ პროკურატურაში გააკეთა მან განცხადება და პროკურატურა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მათი პოზიცია არის უცვლელი და როგორც თავად ამბობენ, გამომდინარე იქედან, რომ ნიკა მელიამ დაარღვია კანონი, ისინი მოითხოვენ მოსამართლე და იმედოვნებენ, რომ მოსამართლე დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას და აღკვეთ ღონისძიებას უმკაცრეს ზომას, პატიმრობას გამოიყენებს. შინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და გასცა თანხმობა ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უფრო მკაცრი ღონისძიებით პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით. ეს შუამდგომლობა უკვე არის სასამართლოში წარდგენილი და დღეს 16 საათზე არის ჩანიშნული სხდომა. ამ სხდომაზე განიხილება შუამდგომლობა სასამართლო მოისმენს მხარეების პოზიციას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნა არის დასაბუთებული, არგუმენტირებული, კანონისმიერი
შესაბამისად გვაქვს გონივრული მოლოდინი იმის, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს პოზიციას და დააკმაყოფილებს ჩვენ სამართლებრივ მოთხოვნას. რაც შეეხება არგუმენტაციას, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები ძალიან დიდ კონფლიქტში მოდის კანონის დანაწესებთან. მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს არ გადახდა, ასევე გირაოს პირობების შეუსრულებლობა, ტირაჟირება იმისა, რომ ის არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს და არ დაემორჩილება კანონის მოთხოვნას. არის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი და სამართლებრივად არ არსებობს სხვა ალტერნატივა სისხლის სამართლებრივ სივრცეში, გარდა იმისა, რომ გამოყენებული იქნას პატიმრობა. ნინო ჩახნაშვილმა საქმის განხილვა უკვე დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლესთან მიმართებით, როგორც თქვენ მოისმინეთ, არსებობს კითხვები, ვინაიდან ის პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეების მოსამართლეა და თითქმის ყველა შემთხვევაში მან გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში ადვოკატებს უჭირთ მოლოდინებზე საუბარი და ისინი აღნიშნავენ, რომ ახლა ყველაფერი ისევ დამოკიდებულია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ ქართული ოცნება. ჩვენ რამდენიმე საათში გვეცოდინება უკვე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, თავად ნიკა მელია აღნიშნულ პროცესს არ ესწრება, ასევე სასამართლოს ეზოში არ იმყოფებიან მისი მხარდამჭერები და ისინი იმყოფებიან პარტიის ოფისში და თავადაც ელოდებიან გადაწყვეტილებას, რომელსაც რამდენიმე საათში საქალაქო სასამართლოში გამოაცხადებს მოსამართლე. ამ წუთებში მიმდინარეობს ბრალდების მხარის მოსმენა, შემდგომ უკვე შესაგებელი სიტყვით წარსდგება დაცვის მხარე და მოსამართლე გავა უკვე გადაწყვეტილების გამოსატანად. მადლობა ნიკა. ნიკა საჯაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში საქალაქო სასამართლოდან და რა თქმა უნდა ჩვენ ველოდებით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ნინო ჩახნაშვილთან დაკავშირებით მოვისმინეთ ადვოკატების მოსაზრებები და მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სწორედ ნინო ჩახნაშვილმა უნდა მიიღოს მისი გადაწყვეტილება დღეს ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით. მისი სახელი გახმაურებულ საქმეებს უკავშირდება. ჩახნაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე უკვე აქვს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი. მან პატიმრობა მიუსაჯა მორის მაჩალიკაშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძეს და კიდევ ორ დაკავებულს. ამავე მოსამართლემ განიხილა გიორგი რურუას საქმე, რომელსაც პატიმრობა მიესაჯა. ჩვენ მოვისმინეთ ადვოკატის განცხადება და შეფასება სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩახნაშვილმა ასევე პატიმრობაში დატოვა ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის თანამშრომელი. კონკრეტული მოსამართლის გვარი უკავშირდება ასევე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეს, სადაც მისი გადაწყვეტილებით მათ ქვეყნის დატოვება აეგრძალათ. ნიკა მელიას ადვოკატები, როგორც უკვე მოვისმინეთ, ფიქრობენ, რომ არც ამჯერად გაამტყუნებს ხელისუფლების იმედს მოსამართლე ჩახნაშვილი და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ქართულ ოცნებას პოლიტიკურად აწყობს. და გავიგოთ რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში, სადაც უკვე 2 დღეა ნიკა მელიასთან ერთად პარტიის წევრები და სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან. ჩვენი კორესპონდენტი ნინო ვარძელაშვილი იმყოფება დილიდან პარტიაში, პარტიის ოფისში, ის პირდაპირ ეთერში გვიერთდება. ნინო, რა ხდება ნაციონალური მოძრაობის პარტიის ოფისში, რა მოლოდინები აქვს, სასამართლო პროცესი უკვე დაწყებულია? სასამართლო პროცესი დაწყებულია და დაწყებულია ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, როგორც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერების მოსვლა, ასევე აქტივისტების მოსვლა. აქ უკვე მოვიდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის არის ერთიანი საქართველოს ლიდერიც ნინო ბურჯანაძეც, რომელიც ახლა ჩვენთან ერთად იმყოფება. ქაბატონი ნინო, გკითხავთ თქვენ მოლოდინებთან დაკავშირებით და გუშინდელიდან ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც მოდის ნაციონალური მოძრაობის ოფისში, ამბობს იმას, რომ არ გაატანს და არ დააჭერნებს ნიკა მელიას არავის. როგორია თქვენი გეგმა იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას და ნიკა მელიას დააპატიმრებს? მე პირველ რიგში მივმართავდი მოსამართლეს, უпростоრად იმ ადამიანებს, ვინც მოსამართლეს აძლევს ზემდგომ განკარგულებებს, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ხო რა ტიპის მოსამართლე არჩეული, რომელიც ყველა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს, ვეტყოდი რომ გააკეთებენ ამას, იმიტომ რომ ხედავთ რა ვითარებაა და თქვენი მეშვეობით და თქვენი წყალობით ხედავენ ჩვენი ესე ვთქვათ ტელემაყურებლები. დიახ, აქ არის შეკრებილი უამრავი ადამიანი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, მაგრამ არიან ადამიანები შეკრებილი და ამ წუთში მოვიდა ერთ-ერთი ჩემი თანაპარტიელი, რომელიც საათნახევარი გარეთ ვიდექი სანამ შემოვედიო, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არსებობს გარკვეული ესე ვთქვათ სირთულეც
უხერხულობა არა, გარკვეული დისკომფორტი, როდესაც თუნდაც ისე წაიყვანა ქართულმა ოცნებამ საქმე, რომ ისევ გვიწევს ერთმანეთის ოფისებში მისვლა, დაჭერისგან ადამიანების განთავისუფლება, დაჭერის წინააღმდეგ გამოსვლა და ასე შემდეგ და ასე რომ გაითავისოს ქართულმა ოცნებამ ის, რომ დღეს აქ არიან ადამიანები, არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მომხრეები, არამედ არიან ადამიანები, რომლებსაც გარკვეული დისკომფორტი შეიძლება დღესაც აქვს ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში, თუმცა ეს ყველაზე ნაკლებად ეხება ნიკას და იმ ახალგაზრდებს, ვისაც მე ხა ძალიან ბევრს ხედავ აქ ნაციონალურ მოძრაობაში და მიხარია, რომ ეს ახალგაზრდები აქ არიან და სრულიად სხვა განწყობა არის ამ ოფისში, მაგრამ ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი, დღეს აქ არის სიმართლე ამ წუთში. და სიმართლისთვის უნდა ყველაფერი გააკეთო. ეხლა უსამართლო თუ სამართლიანად მეგობარს თუ გიჭერენ, თანამოაზრეს თუ გიჭერენ, ახლობელს თუ გიჭერენ, იქ ყველა ვარიანტში მიხვალ. სამართლიანად იჭერენ თუ უსამართლოდ, მაგრამ აი ზუსტად ოპონენტთანაც რომ შეგიძლია მიხვიდე და უნდა მიხვიდე მაშინ, როდესაც სამართალი და სიმართლე ფეხქვეშ ითელება, აი ეს უნდა გაითავისოს იმ ადამიანებმა, ვისაც დღეს ჭმუნვები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა იყოს ნაციონალურ მოძრაობის ოფისში თუ არა პოლიტიკური ლიდერები. ამბობენ იმას, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის გეგმის ნაწილი. აი მე ხა ყველაფერი იყოთ ახლა. ეხა იცით რა არის, მე რომ ვერავინ თავისი გეგმით ვერ მათამაშებს, ეს 30 წელია პოლიტიკაში ჩანს. ასე რომ ამის ახსნას არ ვაპირებ რა, ნამდვილად, მაგრამ რაც ვილაპარაკე 2 წამის წინ, ზუსტად. სწორედ იმიტომ გაუსვი ამას მე ხაზი, რომ ქართული ოცნების ეს ამაზრზენი არგუმენტები იყოს მოხსნილი. თუ უსამართლოდ დაიჭერენ ბიძინა ივანიშვილს, ან ბიძინა ივანიშვილს რომელიმე მანქურts, იმათაც დავიცავ. და თუ ამას გააკეთებს მომავალი ხელისუფლება და ვინმეს უსამართლოდ დაიცავს, მომავალი ხელისუფლება თუნდაც მეც ვიყო წარმოდგენილი, დაუპირისპირდები და სხვათა შორის რამე ახალს ვაკეთებ. 2003-ში რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ჩამოუარა და ვინც იყო დასაჭერი და არ იყო დასაჭერი, ან იყო დასაჭერი, მაგრამ პროცედურების დარღვევით დაიჭირეს შევარდნაძის ხელისუფლების წარმომადგენლები, ერთადერთი ბურჯანაძე არ იყო, რო ამბობდა ამის გაკეთება არ შეიძლებაო? ოღონდ მაშინ, როგორც დღეს ახლა ქართული ოცნების ტროლები და მანქურთები დაიწყებენ, იქ რატოაო? მაშინ იცით რას იძახდნენ? მამამისის კორუმპირებულ ძმაკაცებს იცავსო და შევარდნაძის ხელისუფლებასო. და მერე უსამართლოდ რიგით მოქალაქეებს რომ მიადგა ხელისუფლება, ის აღარ მოეწონათ. როცა ერთხელ უსამართლობაზე თვალს დახუჭავ, აუცილებლად ის უსამართლობა მოგადგება კარს და ასე მოხდა სწორედ 2003 წლის შემდეგ. დღეს ეს აღარ უნდა განმეორდეს და ეს იციან ნაციონალურ მოძრაობაშიც, ევროპულ საქართველოშიც, ლელოშიც, ერთიან საქართველოში და ყველა ოპოზიციურ პარტიაში. ელოდებ თქვენ გადაწყვეტილებას დაპატიმრების შესახებ და როგორი იქნება თქვენი პოზიცია? აქ გაჟღერდა ის, რომ იმდენად ბევრი ადამიანი იქნება ოფისში, რომ ვეღარ შემოვლენ ამ ხუმრობით ბატონმა დავით ჭიჭინაძე მისიც კითხვა, რომ მისი დაჭერაც უნდა ხელისუფლებას ყველა აქავართო და ბარემ გარედან ბოქლომი დაადოს და ერთბაშად მოაგვარებს პრობლემებსო. იმედია რომ არ წავლენ ამ სისულელეზე, იმიტომ რომ აი გადაიღეთ ახალგაზრდა გოგონები, რომლებიც აქ არიან. აი როგორ უნდა შემოვიდნენ? აი თქვენზე აღარაფერს ვამბობ ჟურნალისტებზე, ხო? როგორ უნდა შემოვიდნენ, როცა ეს ბავშვები არიან ახალგაზრდა ბიჭი, სრულიად და ამათ შეიძლება ეხა რამე ნაციონალურ მოძრაობის ცოდვები მოთხოვო? ოღონდ ვინ უნდა მოთხოვოს? ძალიან მაინტერესებს. ბურჯანაძემ უნდა მოთხოვოს, თუმცა მე გაცილებით მეტი ესე ვთქვათ მორალური უფლება მაქვს ამისი თუ ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც სანამ ესე ვთქვათ ფულის გადახდა აღარ შეენანა, ყველაფერს აკეთებდა, რასაც ეუბნებოდნენ. ამ ბავშვებს ვერ მოთხოვ ნაციონალური მოძრაობის ცოდვებს. და არც უნდა მოთხოვო. ძალიან დიდი მადლობა ნინო ბურჯანაძეს, ერთიანი საქართველოს ლიდერს და ცოტა ხნის წინ ნინო ბურჯანაძე საუბრობდა დავით ჭიჭინაძის ფრაზაზე და დავით ჭიჭინაძე პარტია ტრიბუნას ლიდერი არის ახლა ჩვენთან ერთად. ბატონო დავით, თქვენც გითხავთ, რომ თქვენი ფრაზა იყო ცოტა ხნის წინ მოიშველია ნინო ბურჯანაძემ, ყველა ვისი დაჭერაც სურსო ქართულ ოცნებასო, ბარემ დაგვიჭიროს ყველა აქვართო. ელოდებით თუ არა ამ გადაწყვეტილებას, რომ ნიკა მელიას დღეს დააკავებს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი და შემდეგ როგორი იქნება თქვენი პასუხი? მე ვფიქრობ, შიშით ნაკარნახევი გადაწყვეტილება იქნება, ქართული ოცნება შეშინებულია, პირდაპირ ხედავ განსაკუთრებით მისი ხელმძღვანელობა არის ძალიან ხრტალი, ძალიან შიშარი და ის აი ამ ინსტიტუტებს იყენებს საკუთარ ხალხთან ანგარიშის გასასწორებლად და არა საკუთარი ხალხის ინტერესების დასაცავად. ჩვენ ვხედავთ პირდაპირ, რომ დღეს აქ ზოგადად საერთოდ საქართველოში გულშემატკივრობა საკუთარი ქვეყნის, ღირსება
ის რისი გულისთვისაც 30 წელი ვიბრძოდი დამოუკიდებლად თავისუფლად დასჯადი გახდა. ამის გულისთვის, ამ ბრძოლის გულის ადამიანებს ასამართლებენ, იჭერენ. ჩვენ ნახეთ თვალებ დათხრილი ახალგაზრდები, ვინც ვერ შეეგუა იმ უღირსობას, რომელიც სუფევდა 20 ივნისს ცენტრალურ მოედანზე, ჩვენი ცენტრალურ შენობაში პარლამენტის რო იტყვიან და ამის გამოძახილია ეს ყველაფერი. ანუ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი იკადრა. ის რომ საარჩევნო დაპირებები არ შეასრულა ეს ერთი, ის რომ ამ ქვეყანას დაცლა უწინასწარმეტყველებს და ცლის, ამასაც ახერხებს და ჩვენ ვხედავთ რომ ღირსებისთვის მებრძოლ ადამიანებს, ღირსებისთვის მოშურნე ახალგაზრდებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად აქვს დღეს შერჩენილი, ამ ადამიანებს ასახიჩრებს და უბრალოდ პოლიტიკურ მოწინააღმდეგებთან ღირსების ომს აცხადებს ეგრეთ წოდებულს და ვინც აკეთა ფლანგზე დგას, აი აქ ძალიან ბევრი ადამიანი არის, პრაქტიკულად ყველა დასაჭერი არის მათი გადასახედიდან. ეს საერთოდ ირაკლი ყობახიძის ოცნება იყო, ივანიშვილთანაც დადიოდა თავის დროზე და ეუნებოდა უმრავლესობიდანო 6 კაცი გამარიცხეოდა, ისეთი სიმშვიდე მექნებაო. ესეც ისტორიაა რეალურად. მის მიერ ჩაშვებული დეპუტატები რამდენი გვინახია და დღეს ჩვენ ვხედავთ რომ ამ ქვეყანაში ზურს უკან ძირის თხრა ჩუმად, ვერაგულად, არაპირდაპირ, ანუ მხდალი ადამიანების ხელისუფლებაა დღეს და მე ვფიქრობ, აი დღეს იწყება ზუსტად აი ესეთი პოზიციის დამარცხება ამ ქვეყანაში. ქართულ ოცნებაში ამბობენ ასევე იმას, რომ აი ეს გავრილოვის ჩამოყვანა და ის რაც რამდენიმე დღის წინ თქვა გავრილოვმა, ეს არის ოპოზიციის სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებები და ოპოზიციის სცენარს უწოდებენ თავად სერგეი გავრილოვის ფაქტორსაც. ამ პოლიტიკაში თქვენ როგორ ფიქრობთ, მისი სცენარია სერგეი გავრილოვი და თუ ხედავთ რუსულ აი ამ საქმის მიმართ უცნობელია საქმე. რა არის იცით? მე ზოგადად გავრილოვამდე არც დავეშვები პირდაპირ გეტყვით რა საქართველოს იმდენად დიდი ქვეყანაა, გავრილოვები ჩამო აქ თვითონ იმ ხელისუფლების პრობლემაა, რომელმაც იმ სკამის ფასი არ იცის, რომელშიდაც იჯდა. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი ეს არ არის მისი პირადი სავარძელი. მას შეუძლია საკუთარ სახლში დაუთმოს, ვისაც უნდა. ის არის ქვეყნის სიმბოლო და როცა იქ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს სვავ იმ სავარძელში შენ გამოდის რომ მას ფეხებს ბან. აი ეს არის ქართული ოცნება, რაც არ უნდა დააბრალოს. სულ რომ ოპოზიციამ ტანკები შემოიყვანოს, რადგანაც ისინი ხელისუფლებაში არიან, მათი ვალდებულება ამ ქვეყნის დაცვა, ამ ქვეყნის ღირსების დაცვა და ამ ადამიანებმა ამ ქვეყანას ღირსება აყარეს. მაგრამ საბედნიეროდ ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ახალგაზრდობამ ეს ღირსება დაიცვა. ბედნიერ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს სერგეი გავრილოვი, ნიკა მელიას და ასევე ბოდიშის მოხდას ითხოვს ქართული ოცნებას. ხედავთ მესიჯებში თანხმედრა. სიმართლე გითხრათ, კიდე ერთხელ ვიტყვი რა. ბოდიში ეს არის ძლიერი ადამიანის თვისება, როდესაც ვადაში სასამართლოს განჩნევით განსაზღვრულ ვადაში. ამასთანავე იგნორირება ჩვენს მიერ გაკეთებული დამატებითი შეთავაზებებს, რომელიც გულისხმობდა, რომ თუ კონკრეტულ ვადაში დამატებით შეასრულებდა ბრალდებული გირაოს თანხის გადახდის ფაქტს, ბუნებრივია ეს ჩვენთვის მხედველობაში იქნებოდა მისაღები ზოგადად მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. და ჩვენ თვალს ვადევნებთ პირდაპირ ეთერში ნიკა მელიას სასამართლო პროცესს, რომელიც უკვე რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. უგულებელყოფის ფაქტობრივი მოცემულობა გვაქვს ჩვენ სახეზე და ეს ყველა გარემოება აღწევს ჩვენი მოთხოვნის სამართლიანობის, კანონისმიერების და დასაბუთებულობის არსს. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები მოცემულ შემთხვევაში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არსებობს. ბუნებრივია ამ საფრთხეების არსებობა, შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტით არსებობა, როგორც ფაქტობრივ, ასევე ფორმალურ დონეზე, არაერთი ტესტი გაიარა და ბუნებრივია ჩვენ ამ გადაწყვეტილების რევიზიას არ ვახდენთ, თუმცა და აღნიშნოს შემდეგი, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნის კონტექსტში ყველა მანამდე გამოყენებულ ღონისძიებას, უმთავრესად რა თქმა უნდა, გირაოს და შესაბამის დამატებით ღონისძიებას, არ ჰქონდა ის ეფექტი და არ იყო ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველყოფის გარანტი. გირაოს სამართლებრივი ანატომია კიდევ ერთხელ განმარტოთ, არის შემდეგი, რომ ბრალდებული წერილობით ვალდებულებით უზრუნველყოფს სათანადო ქცევას და გამოცხადებას. გამოცხადებასთან დაკავშირებით წინარექმედებების ანალიზის მნიშვნელოვანი არის ამ საკითხის განხილვისას. ეს არის შემდეგი და ეს დოკუმენტურად არის სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი, რომ როდესაც ბრალდებულის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, ის შეყნებულად არ გამოცხადდა ოფიციალურად ბრალის წარდგენის პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად.
ეს დოკუმენტურად დასტურდება, ასევე არსებობს შესაბამისი ოქმები, მათ შორის ბრალდებულის ოჯახის წევრისათვის ინფორმირებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, როგორც აღნიშნე, უკვე ამ მოცემულობის ხედველობაში მივედით, როდესაც ჩვენი მხრიდან მოხდა დამატებითი შეთავაზება გირაოს თანხის გადახდასთან დაკავშირებით, აქაც ჩვენს მხრიდან მოხდა შეთავაზება ამისი, ასევე მოხდა მიმართული ხედებების განმახორციელებით იმისათვის, რომ მომხდარიყო ბრალდებულის ოფიციალური გაფრთხილება გირაოსთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. თუმცა ამის მიუხედავად ამ ოფიციალურ პროცედურებშიც ბრალდებულმა არ მიიღო მონაწილეობა და ეს იყო მისი შეგნებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, როგორც მართლმსაჯულების სისტემასთან, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ფაქტობრივი მოცემულობა იმისა, რომ სასამართლოში ის არ ცხადდება, მართალია ბრალდებული გაძევებული არის, თუმცა თუ არსებობს ამ სურვილი, დაცვის მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს დააყენოს შუამდგომობა და როგორც პროცესის განცხადების თუ შეიძლება დავასრულებ და თუმცა ესეც რა თქმა უნდა ძალიან იგიბად, იმიტომ რომ აქ სხვა საფუძვლები არის რელევანტური უმთავრესად, მაგრამ თლიანი სურათის აღქმისათვის და სამართლებრივი შეფასების სწორად გაგებისათვის ბრალდებულის მართლმსაჯულების სისტემასთან, ასევე საგამოძიებო ორგანოსთან და სხვა უწყებებთან ურთიერთობის კოდექსში, სამართლებრივ ოფიციალურ პროცედურებში მისი მონაწილეობის დამოკიდებულების შეფასების კონტექსტში ეს გარემოებაც მნიშვნელოვანი არის. და ყველა ეს წარსული გამოცდილება ბრალდებულს აი ამ პერსპექტივიდან გამომდინარე უარყოფითად ახასიათებს. აქედან გამომდინარე სამართლებრივი ალტერნატივა იმისათვის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198 მუხლით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულება მოხდეს და მისი უზრუნველყოფა არსებობდეს, რჩება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, რასაც ამ შემთხვევაში წარმოადგენს პატიმრობა. როგორც აღნიშნე, როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლებით, საკმაოდ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით არსებობს და ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია შესაბამის განმარტებებს თუ იქნება ეს საჭიროება აუცილებლად მოვახდენთ. თუმცა ეს პრაქტიკულად არაერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ იქნა შემოწმებული. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, როდესაც ბრალდებულის დეკლარირებული პოზიცია არის, რომ ის არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ მოახდენს გირაოს თანხის გადახდას და სრულ კონფლიქტში იქნება როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, ისე კანონის ოფიციალურ მოთხოვნასთან და საგამოძიებო და მართლმსაჯულების ორგანოებთან სათანადო ურთიერთობასთან, ბუნებრივია წარმოშობს და აფუძნებს ჩვენი მოთხოვნის ლეგიტიმურობას, კანონიერებას და რა თქმა უნდა დასაბუთებულობას. შესაბამისად, მსგავსი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ხედველობაში მიგვაჩნია, რომ პატიმრობა რჩება ერთადერთ ღონისძიებად, რომელსაც აქვს უნარი, რომ უზრუნველყოფს მისი მიზნების სათანადოდ შესრულება. აქედან გამომდინარე, შუამდგომლობ თქვენს წინაშე, რათა ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ შებარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობით. მადლობა. ბატონო მოსამართლე გიორგი კონტახიშვილი, გვექნება კითხვები, რამოდენიმე შეკითხვა მაქვს, სანამ ჩვენ პოზიციაზე გადავიდოდეთ ბრალდების ხარისთან. ბატონო პოზიციისთვის გჭირდება კითხვები. რა თქმა უნდა. ბატონო კოლეგებო, ესე იგი გენერალურმა პროკურორმა გუშინ მიმართვაში აღნიშნა და დღეს თქვენ აქ გაიმეორეთ, რომ 2020 წლის ნიკა მელიამ აღკვეთის ღონისძიება დაარღვია 2020 წლის 1 ნოემბერს და ამ დროს წარმოგექმნათ პროკურატურას ვალდებულება, რომ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეგეცვალათ, ასე ვთქვათ, საქმეზე, რაც იყო გამოტანილი მანამდე. მაშინ, როდესაც 2019 ჯერ კიდევ 2019 წლის 27 ივნისიდან ნიკა მელია არ ემორჩილებოდა დამატებით შემზღუდავ ღონისძიებებს, ვინაიდან მიაჩნდა არაკონსტიტუციურად,
დამეთანხმებით იგი აბსოლუტურად თავისუფლად გადაადგილდებოდა, მას ჰქონდა აკრძალული სახლის დატოვების უფლება პროკურორის სახობის გარეშე, მას ჰქონდა აკრძალული სიტყვით გამოსვლის უფლება საჯარო სივრცეში, მას ჰქონდა აკრძალული მოქალაქეებთან კომუნიკაცია. ყველა ეს შემზღუდავი ღონისძიება დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ირღვეოდა ყოველდღე და როგორც თქვენ დღეს ახსენეთ რამოდენიმეჯერ საჯაროდ და დემონსტრაციულად. ვსვავ ძალიან მარტივ კითხვას. რა მოხდა ისეთი 1 ნოემბერს, რაც მანამდე არ მოხდარა და რატომ გადაწყვიტა გენერალურმა პროკურატურამ, რომ მანდა მაინც 1 ნოემბერს მიემართა სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიება დამძიმებით. მაშინ, როდესაც ყველა ეს ღონისძიება, რაც მანამდე იყო შერჩეული, დემონსტრაციულად და საჯაროდ ირღვეოდა 2019 წლის 27 ივნისიდან, ვინაიდან კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვავ არაკონსტიტუციურობის გამო, ფორმალობის გამო და ეს ორივე მხარე ძალიან კარგად ვიცოდით. გისმენთ? დიახ, ანუ მე ორივე მხარემ ძალიან კარგად ვიცოდით ამ ნაწილს თავი გავანებოთ. ერთი რაღაც მაინტერესებს. დიახ. რადგან თქვენ ბრძანებთ, რომ ეს არაკონსტიტუციური იყო, ამ მიმართულებით თქვენ სამართლებრივი პროცედურები თუ გიწარმოებია თუ ეს უბრალოდ ბატონო მოსამართლეო. ანუ ეს ერთი კითხვა თუ კითხვა. ეს ერთი კითხვა, ანუ არა. ეს არის ძალიან მარტივი შეკითხვა. გენერალური პროკურორი გუშინ და დღეს თქვენ აღნიშნავთ, რომ 2020 წლის 1 ნოემბერს დაირღვა საჯაროდ და დემონსტრაციულად ნიკა მელიას მიერ, მანამდე იგი იქცეოდა სანიმუშოდ, აი ზუსტად ციტირებას ვახდენ პროკურორის განმარტების. და ახსენით, როგორი იგულისხმეთ სანიმუშო ქცევაში, როდესაც ყოველდღიურად ირღვეოდა ჩვენი თვალთახედვით არაკონსტიტუციური შეზღუდვები, გულისხმობს სახლიდან გამოსვლის აკრძალვას, გულისხმობს საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლის აკრძალვას და მოქალაქეებთან კომუნიკაციას და 2020 წლის 1 ნოემბრამდე რატო არ მოახდინეთ რეაგირება, თუ კი მიგაჩნდათ, რომ ესე საჯაროდ ირღვეოდა დემონსტრაციულად და 2020 წელს რა განსხვავებული მოხდა, რაც მანამდე არ მოხდა აღნიშნულ საქმეში. მადლობა. კითხვას რომ პასუხი გავცეთ, ამისთვის ჭირდება თქვენი დაკონკრეტება. ანუ ახსენეთ, რომ ნიკა მელია ყოველდღურად არღვევდაო დადგენილ წესს და რაში გამოიხატა ეს დარღვევა? მე მგონი ძალიან მარტივ რაღაცაზე ვსაუბრობთ. ადამიანს ჰქონდა აკრძალული, მაგალითად, იგივე აღკვეთის ღონისძიების შემზღუდავ ღონისძიებებში, რომელიც არის თანაბარზომიერი, როგორც სამაჯურის მოხსნა, ასევე მაგალითად საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლა, მაგალითად სახლის დატოვების უფლება პროკურორის წინასწარი თანხმობის გარეშე, მაგალითად კომუნიკაცია მესამე პირებთან. ყოველდღიურად ირღვეოდა, იგი არათუ ირღვეოდა, აი ამ თვალთახედვით საარჩევნო კამპანია ჩაატარა ნიკა მელიამ. საერთოდ სახლში არ იყოფოდა, გლდანის რაიონში ცხოვრობდა, გადასული იყო გლდანის რაიონში და არა მხოლოდ ჩაატარა, მოიგო კიდევაც არჩევნები. ამიტომაც, როდესაც ვსაუბრობთ, რომ თურმე საჯაროდ და დემონსტრაციულად 20 წელს გაიგეთ 1 ნოემბერს, რომ აღკვეთის ღონისძიება დაირღვა. მთელი 1 წლის თუ წელიწად ნახევრის განმავლობაში თქვენ მიგაჩნდათ, რომ არ დარღვეულა და 1 ნოემბერს გახდა მხოლოდ და მხოლოდ დარღვევა. ხო, მე მგონი ძალიან მარტივია. თუ ეხა იმას დავაყენებთ, კითხვის ნიკა არ გადიოდა სახლიდან და ნიკა სახლში იყო 1 ნოემბრამდე და ნიკა სიტყვით არ გამოსულა, ხო? ნუ მაშინ რა უცე. კი ბატონო, ანუ იყო ეტაპი, როცა განხილული იყო აღკვეთის ღონისძიება, უფრო დასაწყის ეტაპში საქმის განხილვის და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო ნიკანორ მელიას, ასევე დამატებითი ღონისძიებები. დამატებითი ღონისძიებების, ანუ სახლის დატოვების უფლება შეეზღუდა აღსრულების როგორც ჩანს, ანუ აღსრულებისათვის მას გაუკეთდა სპეციალური სამაჯური, რომლის მეშვეობითაც კონტროლირდებოდა მისი გადაადგილება. მთელი ეს პერიოდი მართლა გარკვეულ მომენტამდე ჩვენ ინფორმირებული ვიყავით მისი გადაადგილების შესახებ, უფრო მეტიც ნებართვასაც ითხოვდნენ და საქმის ყურშიც გვაყენებდნენ. უბრალოდ 1 ნოემბერს განსხვავებით სხვა პერიოდისაგან აქვე აღნიშნავ, რომ საათი რამოდენიმეჯერ გაფუჭდა ეს სამაჯური და სპეციალური ორგანოები მიდიოდნენ აღადგინეს და პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა, ანუ გაცხადებული იყო, ჩვენთვის ცნობილი იყო ყველა ეს დეტალი. მაგრამ 1 ნოემბერს მან ეს სამაჯური მოიცილა და საჯაროდ გადააგდო. აქედან იწყება დარღვევა, რა თქმა უნდა.
და ის პირობა, რომ საარჩევნო კამპანია ჩაატარა, რომ ამორჩეულს ხდებოდა და მისი ეს უფლება არანაირად არ შეზღუდულა, მე ვფიქრობ, რომ დანაშაულს არ წარმოადგენს და რამე დარღვევაც არ არის. ან მას თავისუფლად მიეცა მისი საშუალება. ვიცოდით, რომ ძალიან მოკლედ დავამატებ ბატონო მოსამართლე, ბუნებრივია. პირველი, რომ ნათლად იცოდეს დასვამ ჩემი პოზიცია არის ის, რომ ეს ქმედებები არ იყო არსებითი ხასიათის დარღვევა ჩვენი შეფასებით და არ იყო აღკვეთის ღონისძიების განკაცრების მოთხოვნის საფუძველი. აქედან გამომდინარე პასუხი ძალიან მარტივია. თუმცა დაცვის კითხვიდან და პოზიციიდან გამომდინარე პრაქტიკულად აღიარებს, რომ არ ღვევდა პირობებს, მაგრამ ამაზე ჩვენს გვექნება უკვე შესაბამის ეტაპზე კითხვები და ასე ვთქვათ დავხო დაცვა. შემდეგი კითხვა თუ გაქვთ ისმით. შემდეგზე ვერ გადავარ თქვენს ნებად, ვინაიდან უნდა დავაზუსტოთ. ანუ პროკურორმა განაცხადა, რომ ჩვენ ვიყავით ინფორმირებული. ძალიან დავაკონკრეტებ. შეზღუდვა ეხებოდა არა ინფორმირებულობას, არამედ ნებართვის აღებას თითოეულ ჯერზე ნიკამელიას მიერ სახლის დატოვების. არ მომხდარა ასეთი და თუ ვინმე იტყვის, რომ ნიკამელია მაგალითად გლდანში სიარულის დროს ყოველდღე პროკურორისგან იღებდა თანხმობას, ასეთი რამ არ არსებობს. მეორე, სიტყვით გამოსვლის უფლება საერთოდ უგულებელყავით, ხო? სიტყვით გამოდიოდა ყოველდღე საჯარო სივრცეში. ამიტომ პროკურორმა როდესაც თქვა, რომ თურმე 1 ნოემბრამდე არ მომხდარა დარღვევა, ეს არის რბილად რომ თქვა სიცრუე, ვინაიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხდებოდა დარღვევა და შესაბამისად ეს იყო ფორმალური შერჩეული აღკვეთის ღონისძიება და ეს თქვენ თვითონ დაადასტურეთ, როდესაც თქვენ თვითონვე მოითხოვეთ აღნიშნული ღონისძიებების გაუქმება როგორც არაეფექტურის. ეხლა შემდეგ შეკითხვაზე გადავალ თქვენის ნებართვით. ამაზე პასუხი უკვე გაცემული არის, რომ არ იყო არსებითი. მე შეიძლება დაუბრუნო. ამ კითხვაზე დაკავშირებით მათ მიერ გაცემული პასუხიდან კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს ძალიან საინტერესო. პროკურორმა დღეს აღნიშნა, ანუ არსებითი დარღვევა მოხდაო 1 ნოემბერსო. კანონის რომელი ნორმა იძლევა განმარტებას აღკვეთის ღონისძიების არსებითი დარღვევა და არაარსებითი დარღვევა რას ნიშნავს და ანუ თქვენი თვალთაღეთვით აფასებთ მაგალითად როდესაც ირღვევა ღონისძიება როცა გნებავთ თქვენი თვალთაღეთვით ეს არსებითად მიიჩნევთ და როცა გნებავთ არაარსებითად. და სად ამოიკითხეთ რას ნიშნავს არსებითი დარღვევა და არაარსებითი. მაგალითად როდესაც სახლს ტოვებდა ნებართვის გარეშე ეს იყო არაარსებითი და როდესაც სამაჯური მოიხსნა ეს იყო არსებითი. თანაბარი მნიშვნელობა სიმძიმე აქვს ამ ორივე შეზღუდვას, რომელიც წელიწად ნახევრის განმავლობაში ყოველდღიურად ირღვეოდა და რის საფუძველზე აკეთებთ განმარტებას, რომ თურმე მანამდე ყველაფერი იყო არაარსებითი და 1 ნოემბერს გახდა ეს დარღვევა არსებითი. აი თქვენივე პასუხიდან გამომდინარე დაგისვით ამაზე მარტივი პასუხი არის. საერთოდ მე დარწმუნებული ვარ და მაქვს გონივრული მოლოდინი იმისა, რომ დაცვა არის სწავლული იურისტები და იცის, რომ კანონმდებლობაში არსებობს ნორმატიული კატეგორიები, ანუ შეფასებითი კატეგორიები. შესაბამისად, მსგავსი მოცემულობები, არსებითი დარღვევები და ასე შემდგომ, ყველა არის შეფასებითი კატეგორია. როდესაც კანონმდებლობა ერთგვარ ქცევის წესს აწესებს, თუ ხდება დარღვევა, ამის შემდგომ ეძლევა ბრალდების მხარეს შესაძლებლობა, რომ იმართოს სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნით შუამდგომლობით. უკვე დარღვევის ხარისხის შეფასება არის ჩვენი პრეროგატივა. ჩვენსკენ მიემართება ის არის კანონმდებლობის მხრიდან. შესაბამისად, გიმეორებ და განგიმარტავთ კიდევ ერთხელ. ამ ფაქტამდე არსებული თქვენს მიერ ნახსენები გარემოებები ჩვენი შეფასებით არ იყო არსებითი, არ იყო იმ ხარისხის, რომელსაც შესაძლებელია გამოიწვია ჩვენი მხრიდან მსგავსი შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი. მარტივი არის პასუხი. კი ბატონო. და ამ საკითხზე ბოლო შეკითხვა, ვინაიდან ბატონო მოსამართლე ქალბატონმა იამ განაცხადა, რომ არ ირღვეოდა და ბატონმა მიხეილმა განაცხადა, რომ არაარსებითად ირღვეოდა. საბოლოოდ რომ გავიღოთ პროკურატურის პოზიცია, არაარსებითად ირღვეოდა აღკვეთის ღონისძიების მიზნები თუ
საერთოდ არ იღებოდა ვინაიდან ერთმანეთში ბოთ არა ძალიან მარტივად აგეცით და ეხლა არა არსებით კითხვა ია ხალბატონი ია ამბობს რომ არ იღებოდაო ახოთის ღონისძიება და თქვენ ამბობთ რომ არა არსებითად იღებოდა რომელი არის საბოლოო თქვენი პოზიცია ბატონ გიორგი რო იღებოდა ფაქტია იმიტომ რომ შეიცვალა ეს ახოთი ღონისძიება დაუმძიმდა და დაემატა გირაოს თანხა 40000 ლარი ანუ ამაზე იყო მსჯელობა წინა სასამართლოს ხდომაზე და მოსამართლემ გადაწყვიტა თავისი განჩინებით რომ ეს კაცი არ ღვევდა ამ პირობებს და 1 ნოემბერს რახან ახსენებთ 1 ნოემბერს აშკარა და გარკვევით სახეში გვესროლა ფაქტიურად ტელევიზიის მეშვეობით ნიკანორ მელიამ თავისი სამაჯური და თქვა რომ არ დაგემორჩილებით სასამართლოს განჩინებას არ შევასრულებთ ეს არის ჩვენი პასტანური. ხო დაირღვა იმიტომ ამაზე უკვე იმსჯელეს განჩინება გამოტანილია. ამაზე უკვე ნამსჯელია. დიახ, იმსჯელეს. ქალბატონია ძალიან დიდი პატივისცემით პიროვნულად მეცნიერს კითხვა სახეში გესროლა ამ წარმოადგენელი პროკურორები მიტანებს პერსონალურად და შუამდგომლობ ერთ თქვენი შუამდგომლობა მოთხოვდა მისი პარტნიორობის შესახებ რამე პერსონალური ფაქტორებითაც სხვა გამომდინარეობს აჩვენეთ არამხოლოდ თქვენი პროკურატურის ხელმძღვანელებს რომ პირად შეურაცხყოფათ ხომ არა ამიტომ ხმართ მის პატიმრობას რა თქმა უნდა არა სამწელია პროკურატურაში მუშაობდა არასოდეს ბრალდებული ხევა პირად შეურაცხყოფათ არ მიმიღია შემიძლიათ ამამად გითხრათ არანაირი კავშირი არ არის ხები დავსვათ კი ბატონო თქვენი პასუხიდან გამომდინარეობს ანუ ხო ნუ ესეთ კითხვები კარგი ბატონო მოსამართლე შემდეგ შეკითხვაზე გადავალთ თქვენის ნება ესე იგი ბატონო პროკურორებო მოგეხსენებათ ახკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი რომ ბრალდებული მიიმალება არ გამოცხადდება სასამართლოში განადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს ხო ეს 2-4 არის პროცესში არის პირდაპირ მითითება შეგიძლიათ გვითხრათ რომელ საფუძველთან დაკავშირებით გაქვთ ნიკა მელიას მიმართ პრეტენზია ანუ ახკვეთის ღონისძიების გამოყენების რომელი მიზნის აღსრულებას ეშლება ხელი დამატებით 40000 ლარის გირაოს არ გადახდის შემთხვევაში კი ბატონო აი ამ კონკრეტულად აი ამ მიზნებიდან და რისკებიდან გამომდინარე ანუ ხო აი დღეს რაზედაც შუამდგომლობენ ბატონო მოსამართლე დღეს შუამდგომლობენ ბატონო მოსამართლე მოდით აი უფრო ბატონო მოსამართლე დღეს შუამდგომლობენ რომ 40000 ლარის ვინაიდან არ გადაიხადა ბრალდებულმა შეუცვალეთ პატიმრობით და ძალიან მარტივი კითხვა დავს მე მგონი ხომ რომელ ახკვეთის ღონისძიების საფუძველს ექნება რისკი აი ამ გირაოს არ გადახდის შემთხვევაში ვინაიდან მათ არ გადახდის გამო ითხოვენ დაპატიმრებას ხო ანუ რისკს რაში ხედავენ ვინაიდან აღნიშნული საფუძვლების მიმართებაში უნდა განიხილოს სასამართლო არის თუ არა ახკვეთის ღონისძიების იმდენი რისკი რომ ყველაზე მკაცრი ახკვეთის ღონისძიება გამოიყენოთ